გამარჯობა, ხომ ვარ ანტალიის სანაპიროზე, რომელიც არის ულამაზესი და ახლა მათ გვქონდა გათვალიერებინებ და მოვიყვებით რა სანაპიროებზე შეგვიძლია წახვიდეთ და აი აქ რატომ უნდა მოხვიდეთ. მოკლედ, აი აქ ხედავთ კიბებს, რომელიც არის ძალიან დიდი, 20 საფეხურზე დიდია და აქედან უნდა ჩამოხვიდე და ახლა ასვლა კოშმარია. აქედან ესეთი უწყნარესი ზღვარი. და მოკლედ, კიდევ ჩვენთან არის სანაპიროები, მაგრამ აი ეს არის ყველაზე გამორჩეული. მე ვარ ანტალიაში, სადაც ვიყავი 2 წლის წინ. და მოგეცით რჩევები, სადღაც წასვლით, რომ სანაპიროზე. გამარჯობათ, ჩემო სპეციალურ მეგობრებო, ახლა ვარ ზღვაზე, რომელიც არის აუქსი. ეს რომ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი სანაპირო, ქვიშიანი, ჭენჭებიანი და არის ძალიან კარგი, ამაზე კარგი სხვა მე არ მინახავს. ახლა კიდევ ვიყავი, ბევრ ქალაქში ვიყავი კიდევ ამ ორის გარდა, მაგრამ სადაც იყო სანაპირო, ვიყავი ბელექში და ქემეში. ამ სანაპიროებიდან ჯობია ბელექის სანაპირო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ იქ უფრო მალე არ მომდება და ანუ უფრო გავხვალ. ძალიან კარგი წყალი, უბრალოდ ყველა ეგ ბელექისას, ქემერისას და ანტალიაში ძალიან მარილიანია. და აი ეს გონია რომ დამარილებული ხარ რომ ამოყვა სანაპიროდან. დღეს გვაქვს ალბათ მაგარი დღე შეიძლება ითქვას. და ახლა მივდივართ Lane of Legends ღამის შოუ. ესენი უფრო მაღლადია, მაგრამ ანუ ბათუმში უფრო დიდიც არის და რაღაცა იქნება რომ გადახურეთ ასასვლელები რო არ არის ლამაზი უფრო ესაა. ერთხელ იმაში მოვდე ხო გახსოვს შელიბონები და რაღაცა იყო მისმენი აღარ მეყვეს, მაგრამ აი ყველების მაღაზიაში რომ მოვხვდები, აი აკავსენჯი ძალიან ბევრი კარგი და გემრიელი საჭმელები და მოდი ახლა ამაზე ვილაპარაკოთ. კარგია? არის დუბაის პარიზ მსგავსი. Yes, sir. Ice cream, hello. Hi. Okay. Good. Wow. And this. Oba. Up. On you. Okay, thank you, mommy. Okay, princess. You. Oba. Princess. Bye-bye. Hello. Hi, dance. Up. Try this. Up. Big open. Big. Up. Up. ეს მოშოვება
უნდა ჩავხდეთ აუზში. ცოტა უნდა ვიბანაოთ. კარგი ცხოვრება კარგია. ეს ადგილი გამახსენდა, რომ ზუსტად არ ვიდექით. რომ ჩამოსულიყავი ვიარე ძალიან ბევრი და ხიდდა, იმიტომ რომ მე აქ ნახე ყველაზე საოცარი აკვარიუმი, სადაც იყვნენ ბევრი-ბევრნაირი თევზები და კალმარები და ზვიგენები, პატარები. და ზვიგენების საძმოში რომ არის, დელფინად რო გადაიღებება, იმ მამას გავდა. დედა ჩემაც ეგრეთ თქვა და მართლაც გავდა. და მოკლედ, იქ რომ ჩამოვედი, ვიღაცა ბიჭმა ჩაყვინთა. ამ თევზებს აჭმენდა, შოუს ნაწილი იყო და მიქნა ესე გული. და მე ვიყავი ისა ქვიშიან მუზეუმში, სადაც იყო ქვიშისგან გაკეთებული საოცარი ქანდაკებები.